დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. კეთი დამეთანხმები, რომ საქართველოს განსაკუთრებულად ძიმე დღეებს განიცდის. ჩვენ დავკარგეთ ადამიანი, რომელიც იყო მთელი ქვეყნის, მთელი საქართველოს სულიერი მამა, რომელიც სიმბოლო იყო სიყვარულის, ერთიანობის და როდესაც ესეთი მასშტაბის ადამიანს ვკარგავთ, ბუნებრივია, რომ საზოგადოებაში ჩნდება მრავალი ემოცია, სევდა, გაურკვევლობა, რაღაც ცვლილებების შიში, ხო, მეთანხმებია რა? რა თქმა უნდა, დავით. ხო და როგორ გაუმკლავდეთ კოლექტიურად ესეთ ტკივილს, ფსიქოლოგ მარინა გაჭარავასთან ვიწყებთ საუბარს. მოგესალმებით, ხალხო. დღემშვიდობის ქალბატონო მარინა, როდესაც საზოგადოება კარგავს სულიერ მამას, ესეთ ბუმბერას ადამიანს, თავად სიყვარულს, ბუნებრივია ჩდება რაღაც გარკვეული სიცარიელე, შიში, აი ეს პრინციპში ასეც უნდა ყოფილიყო, აბა სხვანაირად როგორ? თქვენი ფსიქოლოგის ახსნა როგორია? დიდი მადლობა მოწვევისთვის, ჩემთვის არ არის მარტივი ამ თემაზე საუბარი. ყველას ძალიან გვიჭირს. ალბათ როგორც ყველა ადამიანს მეც მქონდა მასთან ჩემი პირადი ურთიერთობა, რომელიც იყო ძალიან სადა, ძალიან ჩუმი, ძალიან რაღაცა ამ ადამიანს ჰქონდა საოცარი უნარი ყველასთვის მიეცა სივრცე. შეფასების გარეშე ურთიერთობის ეს რა ძალიან იშვიათია, წარმოუდგენელი ცოდნა ფსიქოლოგიის. ის ძალიან ბევრს კითხულობდა, ქონდა ჟურნალები გამოწერილი და მეგობრობდა ბატონ შოთა ნადირაშვილთან, ხშირად საუბრობდა მასთან და ჩემი მასთან პირველი შეხვედრაც სწორედ იყო, მე და ქალბატონი თეა გოგოტიშვილი ვიყავით. გადაცემას მოусმინა, დაგვიბარა და საუბრობდით სწორედ ბავშვის აღზრდაზე, მშობლობაზე, ოჯახზე, მე სხვა შორის წიგნიც დავწერეთ მე და ქალბატონი უკვე მოგვიანებით. და მას შეეძლო მეტაფორული ენით საუბარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ადამიანს პირდაპირ იარლიყი ძალიან თრგუნავს, მით უფრო რომ ეს შესაძლებელია სივრცე თუ არ დარჩა, აღარც მოახერხოს და ვეღარც მოახერხოს ცვლილება და ეს საოცარი უნარი, რაც ამ ადამიანს ჰქონდა, მე მინდა ერთი ამბავი გავიხსენო. ჯერ სანამ მაგაზე ვისაუბრებთ, დიდი ხნის წინ ხდება მოქმედება, არ დავასახელებ ახლა ვინ იყვნენ მაშინ, განათლების საკითხებს ეხებოდა ეს და ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი ვიყავით მიწვეული საპატრიარქოში, მათ შორის მაშინდელი განათლების მინისტრი და განათლების სხვა მესვეურნი. და ეს ორი აქეთ-იქით ვისხედით და დიდ სავარძელში იჯდა უწმინდესი. შეხვედრა კარგ ხანს მიმდინარეობდა, სიტყვით გამოდიოდნენ, მე ერთმანეთ ატყდა რომ სამწუხაროდ დავა, იქ რაღაც ერთმანეთში ვერ მორიგდნენ, იყო კამათი და მე უყურებდი ამ ადამიანს და მისი დუმილი, გასაოცარი უნარი, ეს დუმილის და ისე რეზონირებს ჩემთან ეს მოსმენის ეს უნარი, რომელიც იმდენად შემძვრელია ჩემთვის ამ ადამიანის, ყოველთვის შემძვრელი იყო ეს უნარი, რომ გაოცებული უყურებდი მას და კარგა ხანი რომ გავიდა, უეცრად ადგა. და რო ადგა, რა თქმა უნდა, შეწყდა, გაისუსა ყველა და ყველა ჩვენც ავდექით. და ადგა ფეხზე და თქვა ერთი ფრაზა. უგნურმა თქვა გულსათვისა არ არის ღმერთიო და გაიარა. და რო გაიარა, ჩვენ დავრჩით ესე რაღაცნაირად თითქოს გაშეშებულები და შემდგომში ერთ-ერთი მოვიდა კიდევაც ჩემთან და ეს რა იყო, შეგიძლია მითხრაო? და მითხრე, ამაზე მეტი მე რა უნდა ვთქვა? ალბათ ის, რაც მან დაინახა მაშინ, იყო აი ასე სახარების სეული ენით გვითხრა. და ეს არასდროს დამავიწყდება და ეს უნარი მის უნიკალურობას კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და მის უკიდეგანო განათლებას, მეხსიერებას, ადამიანურობას, სიკეთეს, სითბოს, აი მე ესეთი ადამიანები ალბათ საუკუნეში მართლაც ერთხელ იბადებიან და ბუნებრივია მისი დაკარგვა, ყოველთვის იყო შიში, რა იქნება მერე. და აი აქ მორწმუნეობა ძალიან შველი სარწმუნოება ადამიანს, იმიტომ რომ ჩვენ მორწმუნე ადამიანმა იცის, რომ სიცოცხლე
სიკვდილით არის შემოსაზღვრული, მაგრამ ის არ მთავრდება. სიცოცხლის აზრი და ეგზისტენცია არის სწორედ სიკვდილი, გასვლა ამ ქვეყნიდან და ის რომ ადამიანს აქ მომქვეყნიური სიცოცხლე შემოსაზღვრული აქვს, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს ამ ცხოვრებაში, რომ მეტად დაფიქრდეს, მეტად გაიაზროს თავის ცხოვრება, მეტად ეცადოს სიკეთე, ქმნას, რამე თუ არათუ გაკეთებული და საქმე, არამედ ფიქრი და აზრიც კი არ ეკარგება ადამიანს და განზრახვაც ისიც კი ძალიან დიდ ენერგეტიკას მოიცავს და აი სწორედ ის რომ ეს ადამიანი როგორც ცოცხალი ისე აგრძელებს ჩვენთან ერთად ყოფნას და მას შეგიძლია მიმართო და თხოვო ჩემთვის ეს კვირა მძიმე იყო კიდე იმიტომ რომ მე არ ვიყავი საქართველოში და იქიდან ვადევნებდი თვალს უცხოეთიდან და რაღაცნაირად მასთან თითქოს ლოცვითი საუბარი დავიწყე რაღაცებს თხოვდი და მეგონა ყველა ასევა. ისეთი სითბო გამიჩნდა გულში, რომ თითქოს აი იქ სადღაც საკმაოდ შორს სადაც ვიყავი, სითბო იღვრებოდა ჩემში, ნაღველი სევდა, მაგრამ თან სიხარული, რომ ზეციურ საქართველოში შეგვემატა ერთი ძალიან დიდი მეოხი ქართველებს. თარველი ანგელოზ. და ეს ამ ხრივ ეს ძალიან დიდი ძალაა და ძალიან დიდი ფასი აქვს ამას, ძალიან ძვირფასია ეს ჩვენთვის. აი როგორც 100,000 წმინდანი, ეს ადამიანი მართლაც შეიძლება თქოს რაღაცა წამებულიც არის, იცით? მართლაც ჯვარზე გაკრული, იმიტომ რომ ამდენი შეურაცხყოფა, ეს ყველაფერი, როგორი რუდუნებით, როგორი სიკეთით, როგორი სიყვარულით, როგორი ლოცვით და რა გვასწავლა მან, რომ ნუ გასცემ პასუხს და ღმერთი თვითონ გასცემს. დააცადე ღმერთს. მხოლოდ სიყვარულით დაუბრუნე ეს პასუხი. დააცადე ღმერთს, ნუ გასცემ პასუხს და ლოცვით, სიყვარულით და შეუძლებელია ეს ადამიანი ამ ადამიანამდე არ მივიდეს და ეს სწორედ ეს იყო საქართველოში ამ დღეებში, რომ თითქმის მგონი 2 მილიონამდე ადამიანი, ანუ მოსახლეობის ბევრი ადამიანი ამბობს, რომ აი სევდასთან ერთად სიჩუმეც იგრძნობოდა. აი რას ეს სიჩუმე რას ნიშნავს? აი როგორ თქვენ როგორ ახსნით ფსიქოლოგიის სპეციალისტი? მე ალბათ ამ შემთხვევაში ამხსნელად შეიძლება ვერ გამოდგა, ჩემ აზრს გეტყვით, რომ სიჩუმე იყო მისთვის დამახასიათებელი, დაკვირვება, სიჩუმე, დუმილი, ფიქრი, საკუთარ თავში ჩახედვა, აი რაღაცნაირად ყოველგვარი იმის გარეშე, ნაჩქარები დასკვნების გარეშე, მოსმენა, დალოდება, აი როდესაც რამეს დააშავებდა, მან მისი სასჯელი იყო ის, რომ მას მოეფერებოდა ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადაიყვანდა. ანუ აძლევდა დროს, აძლევდა სივრცეს, აძლევდა საშუალებას, რომ თვითონ მიხვედრილიყო იმას თავის საკუთარ შეცდომას ეს ადამიანი. ეს საოცარი უნარი ჰქონდა და ეს როგორ შეიძლება ვინც მას მოვესწარით, ალბათ ეს არასდროს არ დაგვავიწყდება და ბავშვების თვალებშიც ის უმანკო ცრემლი, რომელიც ჩვენ ეს დღეები ვნახეთ, მისი 50,000 ნათლული უპრეცედენტოა, ხო? ეს ალბათ მსოფლიოში მსგავსი რამე რა თქმა უნდა, არ მგონია სადმე პრეცედენტი. არსად მსგავსი რამე არ მომხდარა. ეს მათი სულიერი კავშირი. წარმოუდგენელი ენერგეტიკა არის საქართველოში. თქვენ თქვით, რომ საქართველოში არ იყავით, როდესაც ის გარდაიცვალა და ალბათ საოცარ კადრებს ამ 9 დღის განმავლობაში ვადევნებდით და მეც შევატყვე ეს წესრიგი და დუმილი, რომელიც იქ იყო. ჩვენი ერის კულტურაც აქ გამოჩნდა, მე გითხავდა, თვითონ პატრიარქის ავტოპორტრეტიც იყო თითქოს, ხო, ეს ყველაფერი. რაღაცნაირად ხო აი მოვიქეცით ისე როგორც მას შეეფერებოდა ალბათ დღეს შეიძლება მეც ესე მგონია ხომ რაღაცნაირად მისმა გარდაცვალებამ შეიძლება თქვას რომ ერი გააერთიანა აი თქვენი დღევანდელი გადასახადიდან აი ამ 9 დღემ აი ამ კადრებმა რასაც ჩვენ ყველანი თვალყურს ვადევნებდით ამ დღეების მანძილზე ნამდვილად გააერთიანა რა თქმა უნდა ის აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები იყვნენ იქ მაგრამ აი ის რომ აი საქართველოს და ჩვენ საქართველოს 2000 წლოვანი ქრისტეს უღალატობის გამოცდილება გვაქვს
და გვაქვს ქრისტიანობის სადმი სიყვარული, სამშობლოს სიყვარული და ღმერთი და სამშობლო გვერდიგვერდ არის თითქოს ხო მართლა ესე ჯერ ღმერთია და იქვეა სამშობლო მერე ოჯახი მერე მოყვასი ეს ბუნებრივი და სულ ამას გვასწავლიდა ეს ადამიანი სულ ამას ამბობდა და რაღაცნაირად ეს გაერთიანება მართლაც საოცარი იყო მით უფრო რომ ზოგჯერ ვხედავთ ჩვენ ამას ტელევიზიების მეშვეობით რომ ორი ადამიანი ვერ ახერხებს შეთანხმებას ერთმანეთთან ნუ სამი უკვე მეტის მეტია ამდენი ადამიანის შეთანხმება და ეს იყო საოცრება ის რაც ჩვენ ნახეთ ნამდვილად და ეს იყო ალბათ მისივე სასწაული იყო მისივე ერთ-ერთი სასწაული, რაც დაიწყო მისი გარდაცვალების შემდეგ საქართველოში და მერთმა ქნას რომ ეს გაერთიანება გაგრძელდეს და სიყვარულით და საერთოდ დაუკვირდეთ ალბათ სიტყვას, რასაც ვამბობთ იმ წინადადებებს, რასაც ამოვთქვამთ, რასაც ვწერთ ერთმანეთს ან სოციალურ ქსელში ან სადმე და ამ ადამიანისგან ალბათ უნდა ვისწავლოთ მოსმენა, დათმენა, რაღაცნაირად სივრცის მიცემა ერთმანეთისთვის, რომ მეტად თვითონ უნდა მიხვდეს ბევრ ამის ადამიანი ესე გამზადებული რეცეპტით საუბლის უფლება. ჩვენ როგორ უნდა მივცეთ ჩვენ თავს ამის უფლება, როცა მსგავსი ბუმბერაზე ადამიანი არ აძლევდა ამის უფლებას თავის თავს. ეს მართლაც საოცარი თვისებაა და ის რაც მოხდა ჩემთვის ძალიან ემოციური, ალბათ როგორც ყველა ქართველისთვის და ის კიდევ იყო რაღაცა ისეთი კავშირი, რომ თითქოს მეც იქვე ვიყავი სადღაც და იქვე ვხედავდი და მესმოდა და რა ლამაზი იყო, რა ლამაზია ჩვენი პატრიარქი. ეს იყო ურთულესი, მაგრამ ეს არის ის, რაც ალბათ საზოგადოებას გააძლიერებს. ხო, კრიზისი, რომელიც უკეთესის და განვითარების საშუალებას მოგცემს და ამას ადამიანი თუ სწორად გამოიყენებს, ის აუცილებლად სხვა უმაღლეს, უფრო მაღალ საფეხურზე გადავა განვითარების და სულიერების. უღრმესი მადლობა მარინა კოშკოვი, ჩვენი სტუდიის სტუმარი, ჩვენი გადაცემა გრძელდება, სარეკლამო ბლოკი და მალე დაგიბრუნდებით.